სახელით მამისა და ძისა და სულისა და სულისა და სოფლად სულიერი ცხოვრების წესის შესახებ სიტყვათული მამისა ჩვენისა ეგნეთე დიაჩანის ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება. უმისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მის და უნებურად სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს. დაეშიში ღვთისა ძლევდეს ილის ასოზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას. მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა, როგორც მყუდრო სენაკში, ისე ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გალს. ჭამისას გონირული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას. სისხლის დუღილი კი ზედმეტი ჭამის, ადამიანური ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით თბობისა და სხვა მიზეზების გამო უამრავ გული სიტყვასა და ოცნებას, ანუ გაფანტულობას იწვევს. მას ვისაც საკუთარი სულისათვის თვალყურის დევნა სურს, წმინდა მამები პირველ ყოვლისა ჭამისას ზომიერ მუდმივ თავშეკავებას ურჩევენ. გაღვიძებისას მკვდრეთით აღდგომის სახით, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის აზრი ღვთისაკენ მიმართება. სვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერაც არ შეხებია. ჩუმად ძალიან ფრთხილად გააკეთე ყველაფერი, რაც ახლად გამოღვიძებულ სხეულს სჭირდება. მერე კი შენი პირადი ლოცვის კანონი შეასრულე. ოღონდ იმდენად ლოცვების რაოდენობაზე ნუიფიქრებ, რამდენადაც ხარისხზე. ეცადე ყურადღებით ილოცო. ყურადღების შემდეგ კი გულილ მობიერებითა და ნუგეშინისემით კაცოცხლდება. ლოცვის კანონის შემდეგ ახალი აღთქმა იკითხე, განსაკუთრებით კი სახარება, ისევ და ისევ ყურადღების თანხლებით. კითხვისას ეცადე კარგად შეიცნო ქრისტეს ყველა მცნება და დარიგება, რათა შენი საქმეების ხილულის თუ უხილავის მათ მიხედვით წარმართვა შეძლო. ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებაზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმინდა წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სურვილი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომახს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზდელის გამუდმებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზს ყოველგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი და ბოლოს მოწყვილებას. ახალბედებს წმინდა მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწვრთობა და განკისდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა. პავლე მოციქულის ეს სიტყვები სწორედ მათ ეხებათ, ვინც ქრისტიანოს ოკუპილებას მიაღწია. ნებას უკვე ლოცვა იმამათა იყოვოთ ადგილს აპრობა წმინდა ხელთა თვინიერ რისხვისა და ილის ზრახვისა. ანუ ლოცვა ყოველგვარი ვნებებისა და გონების მიმოტაცების გარეშე. ის რაც ზრდასრული ადამიანისათვის ჩვეულებრივი რამ არის, ხმაწერისათვის ზერაც უჩვეულოა. როდესაც ადამიანი ლოცვისა და წმინდა წერილის კითხვის მეშვეობით ქრისტეს ნათლით გაბწვინდება, მერე უკვე შეუძლია თავის ყოველდღიურ საქმეებს მიაშუროს. ოღონდ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი,
რომ ყოველ მის სიტყვას და ქცევაში მთელ მის არშებაში მეფობდეს და მოქმედებდეს ყოვლადწმინდა ნება ღმრთისა, რომელიც ადამიანს გაგვიმჟღავნებს და განგვიმარტეს სახარების ცნებით. აი ერთი წამით შევჩერდები. ანუ კაცი, რომელსაც უნდა როცხონდეს, ყველასպես უნდა აქცევდეს ყურადღებას. ყურადღებით უნდა იყოს. კაცი რომ იყოს ყურადღებიანი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის, რომ როცა საჭმელს ჭამს, ყოველთვის იყოს ზომიერი, მარხვაშიც და ხსნილშიც. მამები გეუბნებიან ხოლმე, იმდენი უნდა ჭამო, რომ ცოტათი კიდე შეოს. და აი მაშინ უნდა გაჩერდო. თორემ როცა კაცი გაძღება, მას მოდის მრავალი აზრი, თავში ეწება გაფანტულობა და მე ყურადღებას ვეღარ აქცევს იმას, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება. და ნახეთ როგორი კაი რჩევა, როცა კაცი დილით გაიგვიძებს, რომ გაიგვიძებ, ეს არის აღდგომის სახე, ნახეთ. კაცი რომ გაიგვიძებს, ნიშნავს რომ აღდგომა იქნება. ეძინა და გაიგვიძებ. სანამ გონებას რამე მიწიერი შეეხება, მანამდე ლოცვა წაიკითხა. ლოცვამდე ის რაც უნდა გააკეთო ახალგაზრდებულმა გააკეთე ჩუმად და წყნარად. ლოცვას რო წაიკითხავ, ეცადე რომ მრავალ სიტყვაობას კი არ მიაქცე ყურადღება ბევრი ლოცვა. რასაც წაიკითხე ყურადღებით წაიკითხო. ეს ადამიანს ხდის ნმობიერს და ნუგეშინისემი გაცოცხლებს. ლოცვას რო წაიკითხავ, მერე გაიქნება წაიკითხო ახალი აღთქმა, განსაკუთრებულ სახარება. აქაც არის ნათქვამი, ისევ და ისევ ყურადღებით. ჩვენც ესე უნდა გავაკეთოთ. მე სწორედ ამიტომ გეუბნებით ხოლმე, თუ გახსოვთ, რომ დილით რო გაიგვეცებთ, ხელში ტელეფონს მოაიღოთ. წავა, გაიტაცებს გონებას წუთისუფლის საქმეები და ვეღარც გულით ილოცებ. ვეღარც მობიერება გაგიჩნდება ლოცვისა, შეიძლება საერთოდ ლოცვას არ წაიკითხოთ. და ძირითადი მიზეზი ჩვენ რო დილით ლოცვას ვერ ვასებთ არის ეს, რომ ვართ გაფანტულები. ადექი და დაიწყე მიწიერ საზრუნავში ჩაეფლე რაღაცეები, დაიწყე აბა ეს და გავაკეთე, ეს და გავაკეთე, არა. ჩვენ სანამ გონება შეეხება მიწიერი საზრუნავი, უნდა ილოცო და ლოცვის შემდეგ წაიკითხო წმინდა წერილი. ნახეთ როგორი რაღაც იყო ნათქვამი. ძალიან ბევრი არ უნდა იკითხოს ახალმა დამწყებმა. ზომიერად, რასაც მოძღვარი ეტყვის დილის ლოცვა და ერთი თავის სახარება. საკმარისია, რომ მე ამან ზედმეტმა კითხვამ საერთოდ არ გახადოს გულვილი ყველაფერის მიმართ. როგორც ზედმეტი ჭამა იწყებს კუჭის აშლასო, ასევე ზედმეტი სულიერი საკითხავები იწყებს ადამიანის გონების აშლას. ამიტომ აუცილებელია თავიდან ზომიერება. ხშირ-ხშირად უნდა ილოცო და ცოტა-ცოტა. როცა მიეჩვევი, მე უკვე მოძლიერდები, მე შეგიძლია უფრო მეტი იკითხო. თუ დღის მანძილზე თავისუფალი დრო გამოგიჩნდა, იგი ზოგიერთი გამორჩეული ლოცვის ან წმინდა წერილის გამორჩეული ადგილის ყურადღებით კითხვისათვის გამოიყენა. ამით განიმტკიცებს სულიერ ძალებს, რომელსაც ამქვეყნიურ საზრუნავი შუაგულში ყოფნა ძალიან ასუსტებს. თუ ასეთი ძვირფასი წუთების გამონახვას ვერ მოახერხებ, დაგენანოს როგორც რაღაც განძის დაკარგვისას ნანო მხოლოდ. თუმცა რას დღეს დაკარგე, ხვალ მუღა გაიმეორე. შენი გული ადვილად ეძლევა გახსნილებასა და დავიწყებას. მათგან კი იჩნდება პირქუში უმეცრება. ესეოდენ დამღუპველი მდგომარეობა ღმერთის საქმეში, სულის ხონების საქმეში. ანუ შუა დღესაც ერთი 10 წუთი ეცა და ისო საკითხავს დაუთმო. ამას თუ გააკეთებო, შენ გონებას ვერ გაიტაცებს წუთისოფლის საზრუნავი, რომელიც ადამიანს აკარგინებს ღმერთზე ფიქრს და მთავარ საქმეში არის ეს დამღუპველი სულის ხონების საქმეში. და თანახით რას ამბობს, თუ ვერ წაიკითხეო, ისეთი განწყობა უნდა გქონდესო, რომ თითქოს რაღაცა განძი დაკარგეო. და დღეს თუ ვერ წაიკითხეო, ხვალე იგივეს თუ გააკეთებო. ხვალე მაინც ეცადე წაიკითხო. ჩვენ ხანდახან აი რამესო დავიწყებთ,
ჯერ რას ვაკეთებთ და რაღაცას თუ დავაპირებთ და ვაკეთებთ. ერთხელ გააკეთე, ორჯერ გააკეთე, მე ერთი დღე შეგივარდა. მეორე დღეს აღარ იწყებ და გატყვევს ეშმო. ერთ დღეს რო ხელი შეგეშალა ღვთისათო საქმეში. მეორე დღეს თავიდან უნდა იბრძოლო, რომ ეს საქმე გააკეთო. თუ კი რაიმე ღმერთის ცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდნენ, სიტყვით თუ საქმით, მაშინვე ახსარებით უწამლეთ სოდვას და გულწრფელი სინანული დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყუნდები ამ გზის მიღმა, ცოდვით გულის სიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს, სიმდაბლითა და სარწმუნოები დაუპირისპირე სახარების ცნებები. წმინდა პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი და ვითარ ქმნე საქმე ბოროტი დავცოდო წინაშე ღვთისა. ეს არის ის იოსები, რომლებიც ძმებმა გაყიდეს ეგვიპტეში, იაკობის შვილი და როცა ცოდვისკენ უბიძგებდნენ, ესე ამბობდა ვითარ ცოდო, ვითარ ქმნა საქმე ესე წინაშე ღვთისა და არ ჩადიოდა ცოდვას. პირდაპირ ყველა ცოდვას უპირისპირებდა ღვთისნებას და იმის მერე აღარ ცოდავდა. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას ყოველგვარ ოცნებებს. თუ ჩვენ გვინდა რომ სულის ცხოვრებაში ვიყოთ წარმატებულები და ფხიზლად დავიცვათ ჩვენი სული, ისეთი რამეების გარშ დამგუპელია, უნდა გავექცეთ ოცნებას. ოცნება არის დამგუპელი. რა მიმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმოტაცება, ჭეშმარიტებისაგან შორს, არ არსებულ და განუხორციელებულ მოჩვენათა სამყაროში. გონებას რო ატყუებენ და ეფერებიან. ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება. ამისაგან კი სულიერი აშლილობა ჩდება. აღეთ როგორი საშიში ყოფილა ოცნება. როცა თავს დაიჭერო ოცნება, უნდა თქვა უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე ცოდვილი და ლოცვით უნდა დაუბრუნდე იმ კალაპოტს, საიდანაც ამოვარდი. აღეთ როგორ კარგად იყო ნათქვამი. თუ შეცოდე, ახსარება დროზე თქვი, რომ ღვთის ცნების დარღვევით გზიდა რომ გადაუხვიო, ამ გადახოვულ გზაზე დიდი ხანი არ იარო. ახსარება თქვი და ისევ დაუბრუნდი იმ გზას, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს. ჩვენ კი ხშირად გვეშლება. ახსარებას ვდეთ და ამის გამო მოდის ხოლმე უფრო დიდი შესწავლილი. საღამოს როცა დასაძინებლად ემზადები, ცილი ხომ ყოველი დღისთვის იგივეა, რაც სიკვდილი. გადახედე შენ საქმეებს გავნილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება. რადგან ყურადღების მეშვეობით ქრება დავიწყება. ესეოდენ ჩვეულებრივი რამ გაფანტული ადამიანისათვის. ამგვარად გაიხსენე ყოლა ცოდვა, რა ჩაიდინეს სიტყვით, საქმით და გულის თქმით და შეინამე ისინი ღმერთის წინაშე. იმ პირობით რომ შეეცდები გამოსულდე. აქაც ერთი წამი უნდა გავჩერდე, რადგან თავი არ გაგვიქცეს. ასე თუ გააკეთებს ადამიანი, ახლა წავიკითხე. ყურადღება ექნება. და ვინცაც ყურადღება აქვს, ის არ არის გონება გაფანტული. აი ჩვენ რო გონება გაფანტულები ვართ, ზუსტად იმიტომ ვართ, რომ სულს არ ვიცავთ მიწიური საზრნავისგან. აი მამები იცით რომ უდაბნოში გადიოდნენ, განა იმიტომ რომ მარტო ყოფნა უყარდათ. რაც შეიძლება ნაკლები მიწიერი საქმეები რო ყოფილიყო მათვალწინ, რომ ამ საქმეებს არ გაეცათ მისი გონება ღმერთისგან შორს. ჩვენ ახლა ხო ისეთ გარემოში ვართ, რომ ამას რო ვაკეთებთ. ამიტომ აი ყურადღებით უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი გონება მუდამ ღმერთზე ფიქრობდეს, ყველაფერს უნდა აკვირდებოდე. და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ყოველ საღამოს ლოცვისი რო გაიხსენებ შენ ცოდვებს, რომ შეინანე გულში, შეეცდები რომ აღარ გაიმეორო ეს ცოდვები და დადგები ლოცვაზე, შენი ლოცვა აღარ იქნება უგულო. მობიერი გახდება
და შეისმენს ღმერთი. შემდეგ პირადი ლოცვის კანონი შეასრულეს ღმერთზე ფიქრით. დაამთავრე დღე, როგორც ასევე დაიწყე. ლოცვის შემდეგ სულ ღმერთზე იფიქრებ. მე ასევე გეუბნებით ხოლმე, რომ საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე ტელეფონები გადადეთ მითი. სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ მიწიერი საზრუნავი არ შემოვიდეს. ღმერთზე ფიქრით უნდა დაიძინოს კაცმა. სასტუმალზე რომ დადებს ადამიანი თავს უიძინებს, კი არ უნდა ათვალიერებს ვიღაც ვიდეოებს. ამ დროს უნდა იყენებდეს სინანულისთვის. სანამ ჩაეძინება უნდა ნანობდეს, რომ იმ დღეს სიტყვით, საქმით, გონებით უამრავჯერ შეცოდა, უამრავჯერ გადაუხვია ღმერთის ნემას. და დილით უკვე დგება, რომ მიტევებული აქვს ცოდვა. აი დილით რო ადგება, უკვე ღმერთმა შეიწყალა. და როცა ჩაგეძინება ოცნებაში, ჩაგეძინება ისეთი ინფორმაციის მიღებებით, რომელიც საერთოდ პირიქით სულისთვის აზიანოა, რა უნდა მიგეტევოს. სადმიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გზნობა. რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არ ცოცხლობს, თითქოს მკვდარია. ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს უმძიმე სამქვეყნიურ საფიქრას და საწუხარს, თავის საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი თუ კი იგი ძილისაგან იგვიძებს, მაშინ უსათუოდ აღდგება მკვდრეთითაც. ხომ თქვა აღათონ დიდმა, შეუძლებელია სათნოებათა მოხვეჭა, თუ საკუთარ სულს ფხიზლად არ უდარაჯებთ. ღმერთმა ეს ნიჭი მოგცეს, სულის დარაჯობა, სიფხიზლე გონებისა, ანუ ყურადღება. ეხლა მარხვის პერიოდი არის, ეხლა უფრო ადვილია. კაცი ყურადღებიანი იყო, სწორედ ამიტომაც წაიკითხეთ ეს საკითხავი, ამიტომაც შეეცადეთ, რომ კარგად დაფიქრდეთ ყველაფერზე. როგორც თქვი, საჭმლის ზომიერება ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ იყოს ყურადღებით. და ასევე ოცნება. თუ მოერიდება კაცს, მისი გონება არის უფრო ყურადღებით. ღმერთმა მოგცეს ეს ორი რამე, რომ შევასრულოთ. ზომიერად ვიყვებოთ, ოცნებებს მოვერიდოთ. და როგორც ითქვა, სანამ დილის კანონს არ შევასრულებთ, მიწიერი საქმეებით არ დავკავდეთ. საღამოლოცვის კანონს რო შევასრულებთ, დავფიქრდეთ იმ დღეს რეები შევწოდეთ. და კარგი იქნება თუ ჩამოწვეთ. ერთი პატარა წიგნაკი უნდა გქონდეს კაცსა და წერი ყველაფერს და მე ახსარებაზე რომ მოხვალ აღარ დაგჭირდება დილისგან კითხვა, ეს ხო არ შეცოდე, ის ხო არ გაკეთებია. შენ თვითონ იმდეს მოყვები, შენ ცოდებს რომ დელი მიხვდება რომ შენ სულიერად ფხიზლობ. შენ ხარ ყურადღებიანი, უყურდები საკუთარ სულიერ ცხოვრებას. ღმერთმა მოგცეს ამის ნიჭი და უნარი თავისი მადლითა და კაცმოყვარებით. ამინ.